არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, ვინ არის უცდომელი ეკლესიაში? ეკლესია არასოდეს აღიარებდა როგორც ეპისკოპოსების, ისე მათი კრების უპირობო უცდომელობას. პანაიოტის ბუმისი თავის სტატიებში წერს: ეკლესიაში ჭეშმარიტების მყოფობა უეჭველია. ამას გვიდასტურებს ღვთისმსულიერი პავლე მოციქულიც, როდესაც ამბობს, რომ ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. 1 ტიმოთეს 3:15 მუხლი. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ეკლესია არის ქრისტეს სხეული. ეფესელთა მიმართ 5:23 და კოლოსელთა მიმართ 1:18. ეს კი ნიშნავს, რომ სხეულს ეკლესიის ამ ორგანიზმს ჰყავს თავი, ქრისტე, და თუ ქრისტე როგორც ღმერთი უცდომელია, გამოდის, რომ ეკლესიაც როგორც ერთი მთლიანობა უცდომელობის მატარებელია. უცდომელია. მაშინ ზედამე დღეს დედამიწაზე და მთელ მსოფლიოში უცდომელ კანონმდებლად, მასწავლებლად და მსაჯულად გვევლინება ეკლესია. ერთი წმინდა კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის ეს ღმერთკაცობრივი სხეული. ამრიგად, როდესაც ეკლესია ლაპარაკობს როგორც ერთი მთლიანობა, იგი უცდომელია. აქ ჩდება შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვა. როდესაც ლაპარაკობს ეკლესია როგორც ერთი მთლიანობა, პასუხი მარტივია და ცნობილი. მაშინ, როდესაც იგი ლაპარაკობს და იღებს გადაწყვეტილებებს მსოფლიო კრებაზე. ეს მარტივი და სავარაუდოდ ცნობილი პასუხი გასააზრებლად და განსაკუთრებით განსახორციელებლად არც თუ ისე მარტივია. როგორ გამოხატავს მსოფლიო კრება, რასაკვირველია მას შემდეგ, რაც მას ესეთად აღიარებენ, ეკლესიის სისავსეს და რატომ წარმოადგენს იგი მთელ ეკლესიას, რით მიიღწევა ეს. ჯერ ერთი მსოფლიო კრება შედგება ეკლესიის ყველა მართველი იერარქისაგან. ისინი თავის მხრივ წარმოადგენენ თავიანთ ეპოქაში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს. ყველანი ერთად კი მებრძოლი, მეომარი, მიწიერი ეკლესიის, ანუ ხილული ეკლესიის სისავსეს. მაგრამ რომ შეადგინონ მსოფლიო კრება და რომ ისაუბრონ მთელი ეკლესიის სახელით, იერარქები უნდა წარმოადგენდნენ არა მარტო ცოცხალ, არამედ გარდაცვლილ ქრისტიანებსაც. სხვა სიტყვებით, უნდა წარმოიდგნენ ზეცაში მოზეიმე ეკლესიასაც. მაგრამ როდის არის ეს შესაძლებელი? ეს უეჭველად აღსრულდება, როდესაც ეპისკოპოსები გამოხატავენ მიცვალებულთა აზრს. უკეთ რომ ვთქვათ, როდესაც ისინი თანახმა არიან მოზეიმე უხილავი ეკლესიის შეხედულებასთან. მოზეიმე ეკლესიის შეხედულება კი შეიძლება დააბეჭდებათ ითქვას, გამოხატულია ისევ და ისევ მსოფლიო კრებებზე. ამრიგად, მსოფლიო კრების აზრი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქცეს მთელი ეკლესიის აზრად, როდესაც იგი ეთანხმება წინამორბედი მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს და არ ეწინააღმდეგება სხვა კრებათა დადგენილებებს. თუ მას სურს წარმოადგენდეს მთელ ეკლესიას, მოზეიმესაც და მებრძოლსაც. სხვანაირად შეიძლებოდა გვეთქვა, მოწვეული კრება მხოლოდ მაშინ იქნება მსოფლიო და მაშასადამე უცდომელი, როდესაც გააჩნია ორი დამახასიათებელი თვისება: ა. კათოლიკობა, ანუ საყოველთაობა სიღრმეში, ვერტიკალურად, ანუ დროში, და ბ. კათოლიკობა სიგანეში, ჰორიზონტალურადაც, ანუ სივრცეში. პირველი ნიშნავს, რომ ამ კრებამ უნდა წარმოადგინოს ყველა ქრისტიანი, რომლებიც ეკლესიის წიაღში ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ გარდასულ საუკუნეთა განმავლობაში და თანაც იმგვარად, როგორც ეს წინამორბედ მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებში არის ასახული. მეორე თვისებების თანახმად, მსოფლიო კრება უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ეკლესიის მთელი სისავსით. მაგრამ არც ეს არის საკმარისი. მოწვეული მსოფლიო კრება ასეთად უნდა აღიაროს მებრძოლი ეკლესიის სისავსემ. მსოფლიო კრების გადაწყვეტილებანი, როგორც უცდომელნი, უნდა მიიღოს თუნდაც მდუმარედ დედამიწაზე არსებულმა მთელმა ეკლესიამ. თუ მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორეს და დასტურებს მომდენო მსოფლიო კრება და ეკლესიის ცნობიერებით, დაამოწმებს და დაამტკიცებს მათ საყოველთაო და ერთსულოვან მიღებას, ასეთი შედეგი უფრო საიმედო იქნება. ამრიგად გვევლინება მსოფლიო კრება უცდომელ კანონმდებლად და ავტორიტეტულ მსაჯულად.
ბუმესი ნიპაგრეშიმას პრავოსლავია 2001 წელი. აქვს სურს მოწმუნეთა ყურადღება გავამახვილოთ ეკლესიის სიწმინდისა და უცდომელობის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების უაღრესად რთულ და საიდუმლო მომენტზე. ძალზე ძნელია იმის გაცნობიერება, რომ თავად წმინდა ეკლესია მთელი თავისი სისავსით უცდომელია, მაშინ როდესაც მისი წევრები, თუნდაც ეპისკოპოსები ან მათი კრება შეცდნენ. როგორც თანამედროვე სახელმძღვანელოებში ნათქვამი, მეტისმეტად რთულია კრებათა დადგენილებების მიღების, ეკლესიის მიერ მათი შეწყნარების და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო კრებათა გამსაზღვრელი კრიტერიუმების საკითხი. ისტორიიდან კარგადაა ცნობილი, რომ ზოგიერთი კრება არ იქნა აღიარებული მსოფლიოდ, პირიქით, დაგმობილნი იყვნენ როგორც ავაზაკთა კრებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მათში წარმოუდგენელი ადგილობრივი ეკლესიების რიცხვით მსოფლიო კრებებად აღიარებულ არ ჩამოუვარდებოდნენ. ეკლესიის ისტორიაში არაერთ გზის მომხდარა, რომ ჭეშმარიტების მხარე უმცირესობა აღმოჩენილა, ქრისტიანობის უმრავლესობას კი უარი უთქვამს მასზე. სინამდვილეში კრება არის თუ არა მსოფლიო, ამის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ არსებობს. რამე თუ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტების განსაზღვრელი გარეგნული კრიტერიუმები. როგორც წმინდა მაქსიმე აღსარებელი წერდა, კეთილსახურებითა კანონის თანახმად წმინდა და აღიარებულია ის კრებები, რომლებიც დოგმატების სისწორით დასტურდება. კოლემანი თავის ბროშურაში ავტორიტეტმა პროსახვერი, ციტირებულია ნოვოსელოვის მიერ პისმა к друзьям 1992 წელს, ასე განმარტავს. მთელი ქრისტეს ეკლესია უცდომელია. იგი მხოლოდ იმას ითვისებს, რაც ქრისტესა და ყველა ქრისტიანის ურთიერთსიყვარულთანაა თანხმობაში. კოლოსელთა მიმართ მეორე მესამე მუხლები. ეკლესია თავისი სისავსით აღასრულებს უწყვეტ სწავლებას და მას მართავს უზენაესი გონი, თავად სულიწმინდა, რომელიც იცავს მას ყოველგვარი სენისაგან, რის წინააღმდეგაც არც ერთი ჩვენგანი ცალკე აღებული და თვით კრებაც კი არ არის დაზღვეული. რადგანაც უცდომელობა ეს არ არის კრების კუთვნილება, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიის, რომელიც ამოწმებს თავის თავს კრებაზე. ყოველი ჩვენგანი იმდევნად ფლობს ჭეშმარიტებას, რამდენადაც მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში. ეს მონაწილეობა კი მიიღწევა საკუთარი თავისადმი გამორჩეული სიყვარულის მოშლით, ეკლესიის სისრულეში საკუთარი თავის შენივთებით, თავმდაბალი სიყვარულით, საკუთარ აზრზე მაღლა ეკლესიის სხეულთან თანხმობის დაყენებით. რაც ზუსტად ავტორიტეტის რადიკალურ უარყოფას ნიშნავს, ვინც არ უნდა იყოს ეს. მარტოდენ იმის განზრახვაც კი მიისაკუთროს ასეთი ავტორიტეტის სხვების სინდისსა და სარწმუნოებაზე. წარმოადგენს მისთვის ქრისტეს ეკლესიის რადიკალურ უარყოფას, უარყოფისა და თავის მოყვარულობის უფსკვლელს. მართლმადიდებლური კათოლიკე ქრისტიანული სწავლების თანახმად, კრებსითობა მოქმედებს იმ ურთიერთსიყვარულით, რომელიც ეკლესიის ცალკეული წევრების მთელ სიმრავლეს ერთმანეთთან აკავშირებს. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტიანთა გულები არიან თანაშეტყუებულნი სიყვარულით ყოვლისა მიმართ, სიმდიდრისა და გულსავსებისა, გულისმის ყოფისა მეცნიერად, საიდუმლოსა მას, ღვთისასა და მამისა და ქრისტესა, რომელსაც შინა არიან ყოველნი საუნჯენი, სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი. კოლოსელთა მიმართ მეორე მესამე მუხლები. ამრიგად წმინდა მოციქულის და ეკლესიის სწავლებით, ეს ურთიერთსიყვარული, სიყვარული და არა სხვა რამ, წარმოადგენს ჩვენთვის ქრისტეს ჭეშმარიტებათა შეცნობის გარანტიას და ეს ურთიერთსიყვარული საღვთო სიბრძნის საიდუმლოს შემცნობელი ქრისტიანთა ურთიერთთანხმობაში ვლინდება. ამრიგად ქრისტეს ეკლესიის კრებითობა გამომჟღავნდება მისი ყველა წევრის ურთიერთთანხმობაში. ეს თანხმობა რომელიმე ადგილობრივ ეკლესიასთან, გეოგრაფიულ რაიონთან თუ რომელიმე იერარქთან და ან მათ კრებასთან კი არ იგივდება, არამედ იგი აკავშირებს ეკლესიის ყველა წევრს და მას არანაირი სამართლებრივი კანონმდებლობა არ სჭირდება, რამე თუ მისი თვითყოფადი ძალა ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი წესების თანახმად მოქმედებს.
იგი უბრალოდ არსებობს და ეკლესიის ყველა დანარჩენ მოვლენას თავად განსაზღვრავს და არა პირიქით. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა მსოფლიო კრებებია. იერარქთა და მორწმუნეთა ყოველი შეკრება მსოფლიო კრება როდია. ვინაიდან ჭეშმარიტი მსოფლიო და უცდომელი მხოლოდ ის კრებაა, რომელსაც გააჩნია ორი ფაქტორი: მატერიალური და სულიერი. მატერიალური ფაქტორია კრებაში მონაწილე პირები, მათი ერთობლივი მუშაობის გარეგნული მხარეები, გადასაწყვეტი საქმეების რაოდენობა და ხასიათი. სულიერ ფაქტორს კი ეკლესიის მთლიანი სხეულის რწმენასთან კრებების მოწმობათა თანხვედრა განაპირობებს. სწორედ ეს თანხვედრა სხვა არ არის რა, თუ არა თავად კრებაზე გამოხატული კრებსდობა. და მხოლოდ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს მსოფლიოობას და კრებით უცდომელობას, რომელიც სრულებით დაცულია მასში. მაშა სადამე კრება მხოლოდ ამ თავისი სულიერ განსაზღვრებითი ფაქტორის წყალობით არის უცდომელი. როგორც ვნახეთ, მსოფლიო უცდომელობა ეკუთვნის არა კრებას, თავისთავად არამედ ქრისტეს მთელ ეკლესიას, რომელიც თავის შესახებ კრებაზე ამოწმებს. როგორც მე-19 საუკუნის ცნობილი რუსი ღვთისმეტყველი ხომიაკოვი ამბობს, იყო ეროტიკული კრებებიც, მაგალითად ისეთები, რომლებიც მიღებული იქნა ნახევრად არიანული სიმბოლო ანკვირიისა 358 წლის. კრებები, რომლებიც ორჯერ მეტ ხელმომწერ ეპისკოპოსებს თვლიდა, ვიდრე ნიკეისა. კრებები, რომელზეც იმპერატორები იღებდნენ ერეს, პატრიარქები საჯაროდ აცხადებდნენ ერეს, პაპები ემორჩილებოდნენ მას და ასე შემდეგ. რატომ იქნა უარყოფილი ეს კრებები, რომლებიც მსოფლიო კრებებთაგან გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდნენ? მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებანი არა იქნა აღიარებული ეკლესიის ხმად, მთელი ეკლესიის ხალხის მიერ, იმ ხალხის და გარემოს მიერ, სადაც რწმენის საკითხებში არ განირჩევა სწავლული თუ უვიცი, სასულიერო თუ საერო, დედაკაცი თუ მამაკაცი, მეფე თუ ქვეშევრდომი, მონათმფლობელი თუ მონა, სადაც როცა საჭიროა ღვთის განგებით ყმაწვილს ეძლევა ცოდნის ნიჭი, ყრმას სიბრძის მეტყველების უნარი. განსწავლული ეპისკოპოსის ერეს უკუაგდეს უწიგნური მწყემსი, რათა ყოველნი იყვნენ ერთნი ცოცხალი რწმენის თავისუფალ ერთობაში, რომელიც ღვთის სულის გამოვლინებაა. იგივე ხომიაკოვი, Несколько слов православного христианина 1880 წელი, მეორე გვერდი. და ბოლოს ეკლესიაში სარწმუნოების საკითხებში საყოველთაო სავალდებულო იერარქიული ავტორიტეტის არარსებობის შესახებ არც ვხვდებით აღმოსავლეთის პატრიარქთა 1884 წლის 6 იანვრის ცნობილ ეპისტოლეში. ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს რაიმე ახლის შემოტანა არ შეეძლოთ, რამე თუ ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია, ანუ თვით ხალხია. როგორც ხედავთ, აქაც იგივე აზრია გამოთქმული, რაც პანაიოტის ბუმისთან კათოლიკობა ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად სივრცესა და დროში, კოლამინთან და მატერიალური ფაქტორი და სულიერი. და მეორე უარყოფითი კრებებია ტიროსის 335 წელი, ანტიოქიის 351 წელი, სელევკიის 359 წელი, კონსტანტინოპოლის 360 წელი, ნიკეის 360 წელი, სირმის 351, 357, 359 წლები, ეფესოს 459 წელი, ეგრეთ წოდებული ავაზაკთა და ასე შემდეგ. ვინ არის უცდომელი და ასე შემდეგ. ახლა როცა გავარკვიეთ, რომ ეკლესიის უცდომელობა არ ნიშნავს ცალკეული ეპისკოპოსის, თუნდაც მათი კრების უცდომელობას, ამიტომ ყოველთვის არ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კრების გადაწყვეტილებაში ჭეშმარიტება აისახა. მნიშვნელოვანია განვიხილოთ, თუ ჭეშმარიტების რომელი კრიტერიუმები ჩაითვლება უცდომელად, რათა უშიშრად გამოვიყენოთ ისინი სულიერ ცხოვრებაში, გზაკვლევად, პახსუს იგივე ბუმისის ნაშრომიდან მოვიყვანთ. შესაძლოა ვინმე მწუხილითა და იმედგაცრუებით თქვას, რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში, საიდან უნდა მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხი, როგორ მივხვდეთ თითოეულ შემთხვევაში სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა, მაგრამ აქაც სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს. ზუსტად ამისთვის
გადმოგცა ეკლესიამ ჩვენ მსოფლიო კრებათა უცდომელი კანონები, სიცოცხლესა და რწმენის, მსოფლმხედველობრივი და სამოღვაწეო ჭეშმარიტებისა და სიყვარულის. ეკლესიამ როგორც დედამ გადმოგცა ეს უცდომელი კრიტერიუმები, რათა ისინი ყოველთვის თან გქონდეს, რომ როცა მოვისურვებთ და დაგვჭირდება მათთან შეთანხმებით ვიმოქმედოთ. ეს უცდომელი კრიტერიუმები უპირველესად არის წმინდა წერილი, ძველი და ახალი აღთქმა, კანონი და მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებანი, სარწმუნოების განსაზღვრებანი და კანონები, რომლებიც მათ განგვიკუთვნეს და დაგვიმტკიცეს. სწორედ ეს უცდომელი კრიტერიუმები მთელი მათი სისავსით შეადგენენ ნამდვილ და უეჭველ საეკლესიო გადმოცემას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ეს კრიტერიუმები ნამდვილად შეადგენენ საეკლესიო გადმოცემას. ჩვენ ამას ხაზს უსვამთ, იმიტომ რომ ეს გადმოცემა არის საეკლესიო გადმოცემა მთელ მის სისავსეში და არა რომელიმე მის ნაწილში. ყველა დანარჩენ გადმოცემას არ აქვს უფლება ერქვას საეკლესიო გადმოცემა, მანამდე სანამ არ იქნებიან მოწონებული და დამტკიცებული მთელი ეკლესიის მიერ. სწორედ ამის გამო საეკლესიო ჭეშმარიტ კანონებად ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რომლებიც გვიჩვენებენ პირდაპირ მიმართულებას, გვევლინებიან მხოლოდ ისინი, რომელიც დადგენილნი ან დამტკიცებულნი არიან მსოფლიო კრებების, ესე იგი მთელი ეკლესიის მიერ. ყველა სხვა კანონიკური ეპისტოლეები თუ დადგენილებანი გადმოცემული ადგილობრივი კრებების ან რომელიმე საეკლესიო პირის მიერ არ შეიძლება საეკლესიო კანონებად იწოდებოდნენ, რადგანაც მათ ზემოთ მითითებული საეკლესიო დადასტურება არ მიუღიათ. ამრიგად, ეს საეკლესიო გადმოცემა, ნამდვილი და სანდო საეკლესიო გადმოცემა შეადგენს მართლმადიდებლობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის, მართალი სარწმუნოებისა და სწორი ქმედების, ჭეშმარიტი ცხოვრების საფუძველს. ეს გადმოცემა შეადგენს საეკლესიო აკრივიას, სიზუსტე, უცვლელობა. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიცოდეთ ეს გადმოცემა, გვწამდეს მისი დოგმატები, ვეთანხმებოდეთ მის კანონებს და საერთოდ ამ ჭეშმარიტებით ვიცხოვროთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს აკრივია. მოუფრთხილდეთ მას და მივდიოთ მას ცხოვრებაში. სწორედ ეს აკრივია კრიტერიუმი, რის საფუძველზეც თითოეულს შეუძლია შეაფასოს შეხედულება, წარმოდგენები, სიტყვები და საქმენი, ქმედება და ცხოვრების წესი, როგორც თავისი, ასევე სხვისი, თუ მას სურს იყოს მართლმადიდებელი და ობიექტური. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს ემუქრება საფრთხე ჩავარდეს ცდომილებაში, იყოს უსამართლო, სუბიექტური, განიკითხავდეს ამოდ განლაგებული გონებითა და მის ხორცლით მისთაითა. კოლოსელთა მეორე თავის 18 მუხლი. და როცა ვამბობთ, რომ ეს კანონზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს, სხვათა სიტყვა და საქმე ხედულობაში გვყავს არა მარტო რიგითი ქრისტიანები, არამედ სამღვდელო დასი, იერარქები, პატრიარქები და მღვდელმთავრობა, ნებისმიერი ცოცხალი იქნება იგი თუ გარდაცვლილი. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობთ, რომ გარკვეული ტექსტები, კრიტერიუმები, მოწმობანი არიან ნამდვილი და სარწმუნონი და რომ ისინი შეადგენენ ჭეშმარიტ გადმოცემას და საეკლესიო აკრივიას, ეს რასაკვირველი არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი ყველა მცდარია. მით უფრო არ უნდა ჩავთვალოთ უსარგებლოდ ეკლესიის მამათა, ეპისკოპოსთა, ღვთისმეტყველთა და უბრალოდ ქრისტიანთა ყველა დანარჩენი საქმე და ნაწარმოები. შესაძლოა ისინი შეიცავდნენ შეცდომებს, მაგრამ მთლიანობაში მცდარი არ არის. მეტიც, შესაძლოა შეცდომებს არც შეიცავდნენ, მაგრამ ჩვენ იმაში შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ. თუ განვაცხადებთ, რომ ეკლესიის დიდ მამათა ყველა მსჯელობა და გადაწყვეტილება უცდომელია, მაშინ გვექნება საფრთხე გავიზიაროთ პაპიზმის შეხედულებანი და ჩვენთა უნებურად წარმოვაჩინოთ ახალი არგუმენტები პაპის უცდომელობის სასარგებლოდ. გამოდის, რომ მამები და საეკლესიო ავტორები თავის მსჯელობებში შეუმცდარნი არ ყოფილან, ესე იგი, მათ შეუძლიათ შემცდარიყვნენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი სიტყვები და ნაწერები სრულიად მცდარი იყო. ასეთი თხზულებების მაგალითებად გამოდგება წმინდა წერილის განმარტებანი, სარწმუნოების დოგმატების განხილვები, წმინდა კანონების კომენტარები, აგრეთვე საეკლესიო თუ ქრისტეში მოსაგრობითი
ცხოვრების პირადი გამოცდილების გადმოცემა. Გასაკვირველია, ეს ყოველივე წარმოადგენს გადმოცემას, მაგრამ რადგანაც იგი არ დაუმტკიცებია მთელ ეკლესიას, ამიტომ ეკლესიის უეჭველ გადმოცემად ვერ ჩაითვლება. ამგვარ გადმოცემად შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენს მოძღვართა მსჯელობები, ჩვენი ეპისკოპოსებისა და წმინდა სინოდის განჩინებანი და დადგენილებები. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? დაუჯეროთ მათ, მივიღოთ ისინი და ცხოვრებაში გამოვიყენოთ? აუცილებელია ისინი, თუ შეიძლება მათი უგულებელყოფა? ისინი, რა თქმა უნდა, იმდენად არიან აუცილებელი, რამდენადაც არ ეწინააღმდეგებიან წმინდა წერილსა და მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებს, ესე იგი, უეჭველ საეკლესიო გადმოცემას. ისინი სავალდებულო მაშინაც არის, როდესაც უცნობია, ეწინააღმდეგება თუ არა საეკლესიო გადმოცემას. მაგრამ თუ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხედულებანი და მითითებანი არ შეესაბამება საეკლესიო გადმოცემას, მაშინ ვალდებულნი ვართ სათანადოდ და პატივისცემით მივუთითოთ ჩვენ საეკლესიო და სულიერ წინამძღვრებს, რომ მათი პოზიცია მცდარია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ გადმოცემას და ამის გამო ჩვენ შეუძლებელად მიგვაჩნია მივყვეთ მცდარ ადამიანურ დარიგებებსა და მითითებებს. ჩვენთვის ამაში მაგალითი უნდა იყვნენ მოციქულნი, რომლებმაც განაცხადეს, მოჩილება ჯერ არის ღვთისა უფროეს ვიდრე კაცთა. საქმე მოციქულთა მეხუთე თავის 29 მუხლი. Nepogrešimость, православие. Გვერდი მე-14, მე-17.